ხედავთ რომ ნიკა გვარამიას ადებენ ხელბორკილებს და აყალიბენ შეასახლებენ რუსთავის მეჭორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში ის საკუთარი ფეხით მოვიდა და ის აქ რუსთავის ციხესთან დაემშვიდობა მიწასთან ბოლოს სიტყვები რომ გითხრათ ნიკა ოლიგარქია უნდა დაემხოს იდება საქართველოს სამსაათიანი ლოდინის შემდეგ ნიკა გვარამიას რუსთავის ციხესთან ხელბორკილები დაადეს პოლიტიკოს ჯერ რუსთავის სამმართველოში გადაიყვანენ შემდეგ კი ციხეში შეასახლებენ გვარამიას სასამართლო პროცესს სადაც მას პატიმრობა შეუფარდეს არ დასწრებია და პირდაპირ რუსთავის ციხესთან მივიდა პოლიტიკოსმა პოლიციას თავად დაურეკა კოალიციაცულებისთვის ლიდერს წულკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადაუხდელობას ედავებოდნენ ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე თბილისიდან და ბათუმიდან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით 19 ფრენა გაუქმდა. გასულ ღამეს ისრაელმა ირანში 100-ზე მეტი ობიექტი დაბომბა. დაბომბის შედეგად დაზიანდა ბირთვული ობიექტები, მათ შორის ურანის გამდიდრების მთავარი ცენტრი. ოპერაციის დროს დაიღუპნენ ირანის სამხედრო მაღალჩინოსნებიც, მათ შორის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერალური შტაბის უფროსი ჰოსეინ სალამი. დამამთავრებელ კლასში სასკოლო გამოცდები ბრუნდება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება კი ახალი მოდელის შესაბამისად მოხდება.